ამ ეპიზოდში ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თემაზე, როგორიც არის ნარცისები და ემპათები. ოღონდ მე არ ვისაუბრებ, აქაც დღეს იქნება ჩენელინგის მონოკვეთი, ანუ ინფორმაცია ამ თემის გარშემო, რომელიც მიღებულია ჩენელინგიდან და რა თქმა უნდა, იქნება ჩენელინგზე ასევე სტანდარტული ახსნები თუ ფსიქოლოგიური ჭრილით რას ნიშნავს ნარცისი და რას ნიშნავს ემპათი. და ჩენელინგით ასევე იქნება ის ინფორმაცია თუ სამყაროში საერთოდ რატო არის საჭირო ამ ორი პოლარობის არსებობა, რა გაკვეთილებს გადიან ისინი, რისთვის არიან ისინი მოსული და საერთოდ რას ემსახურება, რომ ეს ორი ადამიანების ეს ორი კატეგორია ზოგადად დედამიწაზე არსებობდეს. ჩანაწერი არის ძალიან საინტერესო, ანუ ამ პროცესშიც როცა ვაჩვენებდი ამ ინფორმაციას ძალიან დიდი ინტერესი მქონდა მე ცნობიერ კატოს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის ეს ინფორმაცია და ასევე ეს ინფორმაცია იმიტომ გადაწყდა რომ მეკითხა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც იმყოფება სულიერ გზაზე და სულიერი განვითარების გზაზე, მათ ცხოვრებაშიც ძალიან მრავლად არიან ნარცისები და თვითონ ძირითადად არიან ხოლმე ემპათები. ხშირად ესე გამოდის ხოლმე ყოველ შემთხვევაში, აქ შეიძლება ცოტა სუბიექტური ვარ, იმიტომ რომ ჩემთან კონსტიტუციაზე ძირითადად ემპათები მოდიან, თუმცა ფსიქოლოგიაში არის დიდი ფსიქოლოგების მიერ ნათქვამი, რომ ძირითადად ფსიქოთერაპიას გადიან ხოლმე ემპათები და არა ნარცისები. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უფრო მეტია. შეიძლება ორივე თანაბრად არის, უბრალოდ სეანსებზე უფრო ემპათები დადიან ხოლმე და თავის ჩაღრმავებაში და გამორკვევაში და რაღაცებში უფრო ემპათები არიან ხოლმე ჩართულები. ამიტომ ალბათ ძირითადად ეს ინფორმაცია არის უფრო ემპათებისთვის და არა ნარცისებისთვის, მაგრამ ვიცი რომ სამყაროში ასევე არსებობენ ძალიან გაცნობიერებული ნარცისები, რომელიც მუშაობენ თავიანთ თავზე, რომელიც აცნობიერებენ თავიანთ მდგომარეობას და მიისწრაფიან განვითარებისკენ, ასე რომ ასეთ ადამიანებსაც შეიძლება ნამდვილად ძალიან გამოადგეს ეს ინფორმაცია. კიტოებს ჩანაწერს, რა თქმა უნდა, მადლიერება დონაციებისთვის, უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის და მაინტერესებს ასევე თქვენი აზრი და თქვენი კითხვები ამ თემების გარშემო და ზოგადად სულიერი ზრდასთან და სულიერი ზრდის განმავლობაში, ზოგადად ეს თემატიკა თუ ყოფილა თქვენთვის აქტუალური, მაინტერესებს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც სულიერი განვითარების გზაზე გეხართ, რამდენად ყოფილა ეს თემატიკა თქვენ ცხოვრებაში აქტუალური, ისე რომ რაიმე დაუზიანებია ან ძალიან დიდი გარდატეხა მოუხდენი ან ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ ზოგადად სულიერი ზრდა იწყება ხოლმე ტკივილებით და ხშირად შეიძლება სულიერი განვითარების გზაზე მყოფი ადამიანის ტკივილები დაიწყოს სწორედ ნარცისული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობით, რომელსაც მე აცნობიერებენ რომ არის ნარცისი და ასე შეიძლება დაიწყოს ხოლმე ადამიანის სულიერი თუ გამოღვიძება არა და განვითარების რაღაცა დიდი ეტაპი და ლეველი. ასე რომ მაინტერესებს თუ გამიზიარებთ ამას კომენტარებში და ასევე მაინტერესებს თქვენი ფიდბექი, ანუ თქვენი რეაგირება იმ ინფორმაციაზე, რასაც მიიღებთ, იმიტომ რომ ასეთი ტიპის ჩენელინგების დადება ცოტა ხნის წინ დავიწყე, რამდენად საინტერესოა, მოგწონთ თუ არა, გავაგრძელოთ თუ არა, ასევე შეგიძლიათ შემომთავაზოთ ნებისმიერი სხვა თემა, რომელზეც გაინტერესებთ და ესეთი გლობალური თემა და გაინტერესებთ ამაზე დაჩენელებული ინფორმაცია. გთხოვ მაინც და მაინც პირადი რაღაცა კითხვები არ დამიწეროთ, იმიტომ რომ ზოგი ადამიანი მესმის ეს რატომაც ხდება, ყველა ადამიანს თავის პრობლემა ყველაზე გლობალური გონია, მაგრამ ამ შემთხვევაში გულისხმობ რაიმე ისეთი კითხვები თუ გაქვთ, რაც მაგაზე რომ გავაკეთო და ჩავწერო ჩენელინგი, რომ სხვებსაც გამოადგებათ და სხვა ადამიანებიც ისარგებლებენ ამ ინფორმაციით. მოკლედ გიტოვებთ ჩანაწერს, ველი კომენტარებს და ძალიან დიდი მადლობა მოსმენისა და დონაციებისთვის. გამოდარე კიდე რომ მატერიალური სამყარო, ანუ ჩვენი დედამიწა არის დუალური, შესაბამისად ავტომატურად ისე ხდება, რომ პიროვნებაც იხლიჩება ორად. ანუ ახლა რა თქმა უნდა ცოტა უხეშად ვსაუბრობ და ცოტა ისე ცხადად და კარგად რომ ავხსნა, შეიძლება იყოს ცოტა უხეში მაგალითები, მაგრამ წარმოდგენისთვის ძალიან კარგი მაგალითები არის. ანუ მაგალითად არის დუალური სამყარო. აი, მოდი ესე ვთქვათ, რომ სული მოდის მატერიაში და უნდა რომ რეალისტეს, მაგრამ იმისთვის რომ რეალისტეს, ხო? ანუ ვერ
მთელი თავისი სრული, ასე ვთქვათ, package-ით ვერ ჩამოვა დედამიწაზე, იმიტომ რომ სამყარო არის თვითონ დუალური და რაღაცა გახლეჩვები უნდა მოხდეს ყველანაირ ვარიანტში რა, იმიტომ რომ მთლიანი სული ვერ ჩამოვა. ხო, ნუ ესეც ხა რა თქმა უნდა სული ესე არსად არ ჩამოდის და ეს ყველაფერი ცოტა სხვანაირად არის, მაგრამ ამ კონკრეტული შემთხვევის სიცხადისთვის მოდი ესე ვახსენებ. ანუ მე უბრალოდ ხანდახან ხდება ხოლმე, რომ როცა რაღაცა თემის გარშემო ზოგად მაგალითებს ვამბობ ხოლმე, მე კომენტარებში ადამიანები სხვადასხვანაირად იგებენ და აღმოჩნდება, რომ მე კონკრეტულ სიტუაციაში და кейსში ნათქვა მაგალითებს ანზოგადებენ სხვადასხვა რაღაცებზე. ამ შემთხვევაში არ განვაზოგადოთ კონკრეტულად ამ შემთხვევისთვის მოყვანილ მაგალითს ვამბობ. ხო, მაგალითად არის ერთი სული, მთლიანი სული, მაგრამ მთლიანი სული ვერ ჩამოვა დედამიწაზე, უნდა დაპოლარულდეს, ხო? პლუსად და მინუსად უნდა გაიხლიჩოს ყველა ვარიანტში. შესაბამისად, ნარცისად და ემპათად ჩამოსვლა დედამიწაზე და ინკარნაცია არის გახლეჩვა. იმიტომ რომ მთლიანობაში ვერ ჩამოვა ადამიანი ორივე ნაწილი რო კონდეს, ხო? იმიტომ რომ თვითონ ეს სამყარო არ იძლევა მაგის საშუალებას, ეს სამყარო არის ესეთი, სადაც დუალობაა და სადაც პოლარობაა. ამიტომ ადამიანი სრულქმნილი ვერ დაიბადება. ამ შემთხვევაში გულისხმობ რახან თვითონ ნარცისი და ემპათი მაინც უფრო ფსიქოლოგიური ტერმინებია, უფრო ფსიქოლოგიური ჭრილით გულისხმობ, ხო, რომ ფსიქოლოგიურად სრულქმნილი ადამიანი დედამიწაზე ვერ ჩამოვა. ჩამოვა ან პლუსი, ან მინუსი. ესეც პლუსი და მინუსი პირობითია, აქ არ გავიგოთ, რომ მინუსი ცუდია და პლუსი კარგია. პირობითი არის. უბრალოდ ავიღოთ რაღაცა A და B, ანუ ან ხარ A, ან ხარ B. ეს ორი ვარიანტი გვაქვს, ხო? და ამიტომ ადამიანის ცნობიერებაც ჩამოდის ესე ორ ნაწილად, ანუ რა თქმა უნდა, აქაც არ გავიგოთ, რომ მხოლოდ ორ ნაწილად, უბრალოდ კონკრეტულ кейს განვიხილავ, როგორც არის ნარცისები და ემპათები. ეს არის ერთმანეთის საპირისპირო მხარეები პიროვნებაში, დაპირისპირება არის პოლარული მხარეებია და ამიტომაც ადამიანი ან არის ნარცისი, ან არის ემპათი. ნუ ესეც კონკრეტული მაგალითი ახლა შეიძლება არც ერთი არ იყოს, მაგრამ გულისხმობ ამ პოლარულ დაყოფას, ხო? ხო და ამიტომაც ის ვერ იქნება თავის თავში სრულქმნილი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადამიანს თვითონ დედამიწაზე ცხოვრების განმავლობაში შეუძლია პოლარობების თავის თავში გამთლიანება. და სწორედ ამას გულისხმობდა იუნგი, რასაც ის აზიარებდა, მას უწოდებდა ინდივიდუალიზაციას და ადამიანის პიროვნების შეკურას, ხო? შეიძლება ტერმინოლოგიურად ხა სწორი სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მაგრამ ასეთი შინაარსის მატარებელი იყო ეს. და იუნგი ამაზე ძალიან კარგად წერდა, რომ იგივე ნარცისული მხარე არის ემპათში განდევნილი და ნარცისში არის ემპათი განდევნილი, ხო? და ორივე ერთად წარმოადგენს სრულქმნილ ადამიანს. შესაბამისად, თუ ადამიანის არის ნარცისი, პირობითად, მაშინ ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ ტერმინ ნარცის გულისხმობ, როგორც ნარცისული პიროვნული აშლილობა. ამ შემთხვევაში ესე კი ესმის ნიშნავს, რომ ამ ადამიანს თავის თავში, თავის პიროვნებაში განდევნილი ყავს ემპათი, ანუ ასე ვთქვათ, დაჩრდილული. ასევე იუნგი ამ ტერმინსაც გამოიყენებდა დაჩრდილულ პიროვნების დაჩრდილულ მხარეებს და თუ ადამიანი არის ემპათი, ესე იგი თავის თავში ყავს განდევნილი ნარცისი. და როგორც წესი, ეს ადამიანები ერთმანეთს ხშირად ხვდებიან ხოლმე, ანუ ემპათი ყოველთვის ხვდება ნარცისს და ნარცისი ყოველთვის ხვდება ემპათს. ანუ ეს ფსიქოლოგიურადაც არის ახსნილი, რა თქმა უნდა, რომ ფსიქოლოგიური ახსნა არის ასეთი, რომ თუ ხარ ემპათი, ყოველთვის ანუ მოძებნი ნარცისს და ნარცისი ემპათს, იმიტომ რომ რეალურად, როგორც ფსიქოლოგია ამას ხსნის, ნარცისის და ემპათურობას ძირში აქვს ერთი და იგივე ტრავმა. ანუ ამ შემთხვევაში მაინც მოდი ფსიქოლოგიის ჟანრიდანაც ავხსნათ, რომ უფრო ლოგიკური იყოს ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ. ანუ დაიბადა ბავშვი, არის პატარა. ის ჯერ არის უძლური, არის სუსტი იმ რაღაცა წინაღობებისთვის, რომელიც მე უნდა გადალახოს, ხო? ხშირად ბავშვს მშობლის ერთი ზედმეტი სიტყვაც აგრძნობინებს, რომ ის დაუცველ გარემოშია და გამომდინარე იქით, რომ ის არის პატარა, მას სჭირდება გადარჩენა და ნებისმიერი ადამიანის ფსიქიკა ირჩევს გარკვეულ გზას, თუ როგორ უნდა გადარჩეს ის.
ამ შემთხვევაში ემპათიის ფსიქიკა ირჩევს გზას, რომ მოდი მე გადავრჩები იმითი, რომ მე წინასწარ შევიგრძნობ ადამიანების განწყობას და ვეცდები, რომ იმდენად კარგად ვგრძნობდე ადამიანების განწყობას, რომ სანამ ისინი მე რამეს მეტყვიან, მე უკვე ვიცოდე იმათ რა ჭირდებათ, უკვე დავუკმაყოფილო თავიანთი სურვილები და ამით მე თავით დავიცვა, რომ თავდასხმა არ მოხდეს ჩემზე. და მე პირობითად ჩემი მტერი დავტოვო დაკმაყოფილებული, მანამ სანამ ის მე რაიმეს გამიფუჭებს და რაიმეს დამიშავებს, ხო? ეს არის ასე ვთქვათ ემპათიის გზა. როგორ ყალიბდება ემპათია? ეს არის ემპათური გზა, ასე ვთქვათ, თვით გადარჩენის, რომელიც ბავშვობაში უყალიბდება ადამიანს. ნარცისის გზა არის ის, რომ მოდი იცი რა, მე საერთოდ აი მაგალითად დედა მეუნება, რომ შენ ცუდი ხარ და შენ რა ვიცი ცუდი ბიჭი იყავი თქვათ, ხო? მეუნება და პატარა ვარ და მე არ ვიცი როგორ უნდა დავიცვა თავი. ამ შემთხვევაში ნარცისის ფსიქიკა არის ესე მოწყობილი და ესე ყალიბდება, რომ მოდი იცი რა, აი დედა ვიზეც ამბობს, რომ ცუდი ბიჭია, მოდი ეგ მე არ ვარ და თავში ბადებს ალტერ ვერსიას, თავისი საკუთარი თავის, რომელსაც აკუთვნებს ყველა იმ თვისებას და ყველა იმ რაღაცა მოცემულობას, რომელიც არის იდეალური მისთვის და აჯერებს თავის თავს, რომ ის სინამდვილეში არის თავის ალტერ ვერსია, რომელიც არის ყველაფერში კარგი, ყველაფერში ნიჭიერი და ყველაზე კარგი ადამიანი. და ის ვერსია მისი, რომელზეც დედა ამბობს, რომ ცუდი ბიჭი ხარ, ან ცუდი გოგო ხარ, ანუ ეგ რეალურად მას არ ეხება, ანუ ეგ ვიღაცა სხვა არის. და თავის თავში ეს ალტერ ვერსიაში ცხოვრობს შემდეგ ნარცისი, ხო, რომელიც შესაბამისად ტოლერანტული აღარ არის ადამიანის ემოციებთან და ანუ თვითონ არ შეუძლია ემპათია, იმიტომ რეალურად გაქცევის გზით ხდება ის ნარცისი და ემპათიის გზით ხდება ემპათი და ასე ცდილობს, რომ თავი დაიცვას. ანუ ერთ შემთხვევაში გვაქვს თითქოს გაქცევა, თუ ნარცისს შევხედავთ თავისი პიროვნებისგან, ანუ შენ რომ მე მეუნები რომ მე ცუდი ვარ, მე ეგ რეალურად არ ვარ, მე ვაფშე სხვა ტიპი ვარ ჩემს შინაგან სამყაროში და მე მაგისი მჯერა და დავიჯერე რომ მე ის სხვა ვარ. და ემპათიის შემთხვევაში თვითგადარჩენა არის, რომ მე გავიგებ წინასწარ ყველა ეს ემოციებს და განწყობს და წინასწარ ყველაფერს გავუკეთებ და მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ ოღონდ მე ვინმე არ შემეხოს, ხო? და აი მაგალითად თუ მშობელი არის ცოტა აგრესიული და სახლში მოდის აგრესიულად, ემპათია გამოიმუშავებს უნარებს, რომ კაკუნზე ან კაკარის რა ვიცი ზარზე ან ფეხის ხმაზე ოჯახის წევრის, რომელიც აგრესორია, იგრძნოს როგორ ხასიათზეა და თუ ცუდ ხასიათზეა, ეგრევე რაღაცით ან რაღაცა საჭმელი მოუმზადოს, ან რაღაცა გაუკეთოს, იგრძნოს მისი ხასიათი, რომ ის ადამიანი დაამშვიდოს, რომ მერე ისევ მასზე არ გადაწყდეს ჯოხი. შესაბამისად რა ხდება, როცა ამ ორი ტიპის ბავშვი იზრდება, ანუ ორივე ტიპის ბავშვის ფსიქიკაში დევს ის, რომ გარემო რომ მოსცეს ცხოვრობს არ არის უსაფრთხო და მას სჭირდება თავის დაცვა. და როდესაც ასეთი ადამიანები იზრდებიან უკვე ხო, ანუ გამომდინარე იქიდან რომ სანამ ადამიანი არ იქნება თავის პოტენციალში სრულქმნილი, მანამდე ვერ აკეთებს თავის პოტენციალის რეალიზაციას, ახლა უკვე გადავუხვიოთ ცოტა ხო ფსიქოლოგიას. ანუ ადამიანი იმისთვის რომ აი სამყაროში როცა მოვდივართ და ვინკარნირებთ, ხო, იმისთვის რომ ჩვენი პოტენციალი, რომელიც წამოღებული გვაქვს, რომელიც ღმერთმა მოგცა, ამისი რეალიზაცია მოვახდინოთ, ეს პოტენციალი არის დაპოლარიზირებული მატერიალურ სამყაროში. ანუ მოდი ასე ვთქვათ, რომ ღმერთმა გამომატანა ჩემოდანი, რომელშიც მთელი ჩემი პოტენციალი მაქვს, მაგრამ ერთი დიდი ჩემოდნით ვერ შემოვდივარ. უნდა გავყო ორად და ამიტომ მაქვს ჩემოდანი და ხელბარგი. და როგორც წესი, რომელიმე არის ჩემთან და რომელიღაცა მეორე მხდება გარე სამყაროში, ხო? თუ ემპათი ვარ, ნარცისი შემხდება, თუ ნარცისი ვარ, ემპათი შემხდება. ანუ სრული პოტენციალი რომ შეიქმნას და ამ შემთხვევაში რა ხდება? ანუ ნარცისი და ემპათი ერთმანეთს ატრიგერებენ და წესით ესე არის. წესით ამას ემსახურება, რომ ნარცისმა თავის თავში უნდა მიიღოს ემპათი და გააღვიძოს და გაიხსენოს და იმ ტრაუმაში ჩავიდეს, სადაც მოხდა განდევნა ნარცისიზმისკენ, ემპათის განდევნა და ემპათმა უნდა მიიღოს თავის თავში ნარცისი. თავდაპირველად პირიქით ხდება, როდესაც მაგალითად ემპათია ცნობიერებს, რომ მეორე ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს პარტნიორი, თუ მშობელი, თუ მეგობარი, თუ თანამშრომელი, თუ ამ შემდეგ არის ვთქვათ ნარცისი, პირველ საწყის
არის ანუ ამის გაცნობიერების პირველადი იმპულსი არის, რომ ემპათი ბრაზობს და ისევ უფრო მეტად მიდის პოლარობაში, რომ აი მე ემპათი ვარ და მე კაი ტიპი ვარ და ვიღაცა ნარცისია და ის ცუდი ტიპია. და ისევ აი ამ პოლარობის ჭიდილში არის, მაგრამ საერთო ჯამში იდეაში ერთმანეთის სარკეები არიან და მთლიანობაში ნარცისული ასე ვთქვათ ხაზი და ემპათური ხაზი ჯამში წარმოადგენს ერთი ადამიანის სრულქმნილი ადამიანის ინდივიდუალიზაციის გზა გავლილი ადამიანის სრულ პოტენციალს რა. შესაბამისად, შემდეგი ნაბიჯები რა არის, რომ ძირითადად უფრო ემპათური მხარე იაზრებს ხოლმე, რომ დროთა განმავლობაში, რომ რეალურად ეს ნარცისული მხარე მასში არის დაჩრდილული და ეს დაჩრდილული მხარე უნდა რეალურად თავის თავში უნდა მიიღოს, ხო? და ნარცისიც, ნუ გააჩნია არიან ეგეთი ნარცისული აშლობის ადამიანები, ვინც მეტად გაცნობიერებულები არიან და მუშაობენ მაგაზე, ხო? ანუ იდეაში ეგ არის, უნდა გამთლიანდნენ, იმიტომ რომ სამყაროში რეალიზაციის პოტენციალს ვერ ჩამოიტან ერთი ბარგით, ანუ უნდა გაიყოს ორად, იმიტომ რომ თვითონ სამყარო არის პოლარული, არის მინუსი და პლუსი. შესაბამისად, ნარცისი და ემპათიც არის მინუსი და პლუსი, რომელსაც ერთმანეთი უნდა იპოვონ, ერთმანეთში დაატრიგერონ ეს რაღაცეები, იმიტომ რომ ტრიგერი რა არის? ტრიგერი არის ის, რაც შენგან განდევნილი რეალურად ეგ გატრიგერებს, იმიტომ რომ თუ რაღაცა არ გატრიგერებს, ესე იგი ის შენში არ არის განდევნილი, რაც არ უნდა ცუდი რაღაცა იყოს და თუ რაღაცა გატრიგერებს, როგორი მარტივი რაღაცაც არ უნდა იყოს, ესე იგი ის რაღაცა შენ თავში არის განდევნილი. ამიტომ გზა ასეთი არის, რომ ერთმანეთისგან უნდა ისწავლონ, დაინახონ უბრალოდ ნარცისმა და ემპათმა ერთმანეთში ის თავის მხარეები, რომელსაც არ უყურებდნენ, იმიტომ რომ ნარცისი ემპათის სარკეში ხედავს თავის იმ ემპათურ მხარეს, რომელიც განდევნილი აქვს და ემპათი ნარცისის სარკეში ხედავს თავის ნარცისულ მხარეს, რომელიც განდევნილი აქვს და როგორც კი ადამიანები ამას მიიღებენ თავის თავში და ინტეგრაციას გაუკეთებენ, ანუ ამ შემთხვევაში ემპათი ნარცისულ მხარეს და ნარცისი ემპათურ მხარეს, ამ შემთხვევაში ხდებიან ისინი სრულქმნილები და ამ შემთხვევაში უკვე არიან ინდივიდები, სრულქმნილი ინდივიდები, რომელსაც შეუძლიათ თავის მაქსიმალურ პოტენციალში რეალიზება. შესაბამისად, მთლიანად აი ეს დაყოფა ნარცისად და ემპათად იმისთვის ხდება, რომ პოტენციალს მთლიანობაში ვერ ჩამოვიტანთ და პოლარობებში შეიცნობა ყველაფერი, თვითონ სამყარო არის ეგეთი და ამიტომ ამ სამყაროში პოლარობებში, პოლარულ რაღაცებში მოვდივართ, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პოლარობაში არ შეგვიძლია ჩვენ ბალანსის დაცვა და გამთლიანება და ბატონი იუნგიც ამაზე საუბრობდა, გენიალური ადამიანი იყო, რომელსაც ეს ინფორმაცია ასევე ღვთისწყალობით მიეცა, რომ დედამიწაზე ჩამოეტანა და ადამიანებისთვის გზა გაეყოლა და უფრო გაეადვილებინა ამ გზის გავლა. თუმცა საერთო ჯამში, უნდა გამთლიანდეს ნარცისის ცნობიერებაში ნარცისული მხარე და ემპათური და ემპათის ცნობიერებაშიც და ამის მერე ადამიანი უკვე ხდება სრულქმნილი. როგორც იუნგი ამბობდა, ეს ხდება დაახლოებით 40 წლამდე. 40 წლამდე ეს თუ მოახერხა ადამიანმა, მაშინ მერე უკვე რეალიზაცია შეუძლია, თვითრეალიზაცია. თუ გადააცილა, მე უკვე ცოტა დაგვიანებულია ხოლმე, იმიტომ რომ გაცნობიერებასაც და თავის თავში ამ ხელა სამუშაოს ჩატარებას თავისი დრო აქვს რა, ანუ სანამ ნეიროპლასტიურობა უფრო აქტიურია, სანამ თუნდაც ადამიანს ასტროლოგიურადაც რო შევხედოთ კარმული კვანძების მოbrunება აქვს ხოლმე, როგორც წესი 36-38 წლის პერიოდში განსაკუთრებით მძაფრად მიმდინარეობს ხოლმე ეს საკითხები. მანამდე შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ 40 წლის ასაკამდე, როცა არ უნდა იყოს დაწყებული ეს პროცესი, 40 წლამდე ეს პროცესები წესით უნდა დაიხუროს ხოლმე, რომ მე ადამიანმა შეძლოს სრულ პოტენციალში თავის რეალიზაცია. ხო და ეს ყველაფერი მოკლედ უკავშირდება იმას, რომ ძალიან ანუ ყველაფერს აქვს თავის წესი, ხო, თუ ამ სამყაროში მოდიხარ, ანუ პლანეტა დედამიწაზე, ამ დედამიწაზე ესეთი წესია, როგორც თვითმფრინავში, ხო, მაგალითად, რა ვიცი, 8 კილოზე მეტი ხელბარგი არ შეიძლება და ერთი ბარგი გაქვს, ვთქვათ, რომელსაც ჩააბარებ რაღაცა კილომდე და მეორე ხელბარგი, ან მეტი არ არის, ესეთი წესია, შესაბამისად, ამავე ხაზით თუ მიფრინავ, მასე უნდა მოიქცე, თორე არ გაგიშვებენ და ასე არის დედამიწაზე, დედამიწას თავის
წესები აქვს, თავისი სტრუქტურა აქვს და ამ სტრუქტურაში თუ გინდა რომ მოხვიდე, ხო, შესაბამისად ამ სტრუქტურიდან გამომდინარე უნდა იოპერი რომ და ამიტომ არის რომ სამყაროში ეს ნარცისები და ემპათები ხშირად პოულობენ ერთმანეთს რა, ჯერით იმიტომ რომ საერთოდ ტრავმიდან გამომდინარე არის ეს ორივე გადახრა, ხო? გადახრა პირობითად ბჭყალებში გადახრა არ არის არც ერთი, მაგრამ გამრუდება. და მეორე მხრივ კიდე იმიტომ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მოდის, მართალია ადამიანებს ეს არ ახსოვთ ხოლმე დედამიწაზე როცა ჩამოდიან, მაგრამ აბსოლუტურად ყველას მისი არის თავისი პოტენციალის რეალიზება და ყველას ადამიანის სურვილი სურვილი ჩამოსვლის ის არის, რომ აქ რაღაცა გააკეთოს, ხო? ხო და შესაბამისად ყველა ადამიანისთვის თავისი რეალიზაცია არის მნიშვნელოვანი იმ იმპულსით და იმ რაღაცა შინაარსით, რომელიც ჩამოტანილი აქვს, ხო? ზევიდან ამ მატერიალურ სამყაროში. და იმისთვის, რომ ადამიანი რეალიზდეს, რა თქმა უნდა, ჭირდება თავისი მეორე პოლარობასთან გამთლიანება, ხო? სხვა შემთხვევაში არ გამოუვა რაღაცის ამ თავისი ჩამოტანილი პოტენციალის რეალიზაცია. რა თქმა უნდა, ხა გარშემო უამრავი ისეთი ადამიანი, რომელიც არასდროს არ გადის ამ პროცესში, იმიტომ რომ ჯერ გავითვალისწინოთ ის, რომ უმრავლესობა დედამიწაზე დასახლებული ადამიანები ბოტები არიან და არა ინკარნირებული სულები და მათი მაგალითი საერთოდ არ გამოადგებათ ინკარნირებულ სულებს და შესაბამისად ბევრი გამოუღვიძებელია, იმიტომ რომ ბოტია, მაგრამ ბევრიც უბრალოდ გამოუღვიძებელია და მაგიტომაც არ იწყება ეს პროცესები. ბევრი ადამიანისთვის სწორედ გამოღვიძების დროს იწყება ეს პროცესები, იმიტომ რომ გამოღვიძება თავისთავად უკვე იმას გულისხმობს, რომ ადამიანმა როცა სულიერად გამოიღვიძა, რომ ის თავის მისიაში უნდა შევიდეს, ხო, ადრე თუ გვიან. ნუ ყველას თავისი ვადა აქვს და მისიაში კიდე ვერ შეხვალ თუ შენი თავი გამთლიანებული არ ყავს, იმიტომ რომ ამ მისიის პოტენციალი არ არის ჯერ, ანუ მთლიანი პოტენციალი არ გიჭირავს ხელში, ხო, სანამ გამთლიანებული არ ხარ. მოდეს აღვქვათ, რომ სამყაროში მოგვეცა გარკვეული ენერგია, ხო, და ნახევარი სხვას უჭირავს, ნახევარი მე მიჭირავს და ნახევარი ენერგიით ვერ გავაკეთებ საქმეს. მეორე ნახევარიც უნდა გამოვართვა და ეს გამორთმევა არის სწორედ საკუთარ თავში მეორე პოლარობის ინტეგრაცია. ეს მართალია ეს ინფორმაცია ნარცისებზე და კონკრეტულად ნარცისებზე და ემპათებზე ვრცელდება, იმიტომ რომ ამ ასე ვთქვათ სათაურით მინდოდა ამ ინფორმაციის დაჩენილება, იმიტომ რომ ბევრი ან პოპულარულია მოკლედ ეს თემა და მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ისეთი ადამიანისთვის, ვინც სულიერ გზაზეა და აქ შემოდის ხოლმე ძალიან ბევრი მერე ეჭვები და შიშები, რომ აი რაღაცა მედიტირებ და რაღაცა სულიერად ზევით ვარ და ვითარდები და ამ ნარცისს რატო ვერ დავანებე თავი ან ამ ემპათს რატო ვერ შევეშვი და ასე შემდეგ და ეს იმიტომ რომ თქვენ თავში უნდა გაამთლიანოთ, ასე ვთქვათ, ეს ნაწილები და მერე იწყება რეალიზაცია. ასევე სხვათა შორის კატოს გაკეთებული აქვს უკვე ეს დაჩენილებულია ასევე ეს ინფორმაცია, ოღონდ ვებინარების სახით და მანდ არის პირველი რამოდენიმე მოდული, თუ ახლა კონკრეტულად გაინტერესებთ ეს გამთლიანება როგორ ხდება, როგორ უნდა გაამთლიანოთ და ამისი ასე ვთქვათ გიდირებული პროცესები უკვე ვებინარის სახით შესაძლებელია. ამ ეტაპზე არის ხელმისაწვდომი ამ ჩანაწერის გაკეთების დროს და შესაძლებელია რომ ადამიანმა ეს გაიაროს, იმიტომ რომ ამას ეხება მერე უკვე თვითრეალიზაცია და თავად მატრიციდან გასვლაც, ხო? ხო, და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა არის, რომ ადამიანმა გამთლიანება გაიაროს თავის მეორე პოლარულ ნაწილთან შინაარსობრივად. ეს არ გულისხმობს ფიზიკურად გამთლიანებას, ანუ მაგალითად თუ წყვილს ავიღებთ და ერთი ნარცისია და მეორე ემპათია, ფიზიკურად მათ გამთლიანებას ოჯახად არ გულისხმობ, ანუ იგულისხმობა შენ თავში შემოტანა იმ ნარცისული მხარის, თუ მეორე ადამიანი არის ნარცისი, ან ემპათური მხარის, თუ მეორე ადამიანი არის ემპათი. ამ ყველაფერს აქვს თავისი ტექნიკები და ეს უკვე ვებინარებზე თუ დაგაინტერესებთ, არის დაჩრდილული მხარეების, ასე ვთქვათ, მიღება და დამუშავება. და ამ ყველაფერზე ადამიანს შეუძლია მუშაობა. ასევე ძალიან დაგეხმარებათ თუ სუფთა, გააჩნია ხო ვის როგორი ტვინი აქვს, ახლა ვიღაცას ძალიან ლოგიკური ტვინი აქვს და ამ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ იუნგის ნაშრომების შესწავლა ძალიან დაგეხმაროთ, იმიტომ რომ იუნგს ძალიან დეტალურად აქვს შიდა ეს ენერგეტიკული მიმოცვლა და რატო ხდება და როგორ ხდება. აი ეს ყველაფერი ძალიან კარგად აქვს აღწერილი. რაც შეეხება უფრო შინაარსობრივად თუ სამყაროში რატომ არის საჭირო რომ ეს არსებობდეს, ეს შინაარსი არის
არის ის, რომ უბრალოდ სამყარო პოლარულია და სხვანაირად ჩვენ ვერ ჩამოვალთ დედამიწაზე. აუცილებლად პოლარობებში უნდა დავიშალოთ ხოლმე. მაგრამ სამაგეროდ შეგვიძლია რომ შევივსოთ და შემდეგ ავეწყოთ, ასე ვთქვათ, ამ სამყაროში. აი მოდი ასე ვთქვათ რა, კიდე ერთი ესეთი ვიზუალი მომდის, რომ მაგალითად მაქვს რაღაცა დანადგარი, რომლის სხვა ქვეყანაში ჩატანა მინდა, მაგრამ ეს დანადგარი იმხელა ან რაღაცა ისეთ პარამეტრები აქვს, რომ მთლიანობაში ვერ გადავიტან. და ორად უნდა დავშალო, ხო, ვთქვათ, ორად დავშალე და ერთი ვთქვათ სახმელეთ ოქზით გადავიტანე, მეორე თვითმფრინავით და მე ადგილზე ავაწყო. აი დაახლოებით ესეთი რაღაცა ხდება ადამიანის პოტენციალის კუთხით რა, რომ ჩვენი პოტენციალი რაც არის, ესე ნაწილ-ნაწილ ჩამოდის. ამ შემთხვევაში ნაწილ-ნაწილ, ანუ რაღაც არის დაჩრდილული ჩვენს პიროვნებაში, ხო? და ოღონდ ეს შეგვიძლია ვიპოვოთ და გავამთლიანოთ და მერე უკვე შეგვიძლია ჩვენი პოტენციალის რეალიზება. ახლა მოვწებნი თუ კიდე არის რაიმე სათქმელი ამ თემასთან დაკავშირებით, ან თქვენი რა კითხვები შეიძლება გაგიჩნდათ, ვეცდები ეგ შევიგრძნო. უფრო ბევრი პროტესტი შეიძლება იყოს ადამიანების გონებაში, როგორ ახლა მე ნარცისი როგორ ვარ, მე ემპათი ვარ ჩემ თავში, როგორ უნდა გავაერთიანო რა მეც ნარცისი უნდა გავხდე. რაღაცა ეს კითხვა ტრიალებს ახლა უფრო ალბათ ეს არის საინტერესო. აქაც ეს ვებინარში არის უკვე მოცემული, ამიტომ აქ არ გავიმეორებ ამასთან დაკავშირებით ეს გამთლიანება რას გულისხმობს და როგორ გამოვლინებას გულისხმობს. მაგრამ ეს აზრები ხო ჩანს უფრო კიდე რა აზრები შეიძლება იყოს. სიმშვიდე სკურსთან ბევრი ადამიანს რაღაცა სიმშვიდე აი სწორედ სიმშვიდის ემოცია აქვს ახლა ამის მოსმენასთან ერთად. კიდე ერთი კითხვა, რა განაპირობებს იმას ნარცისი გახდება ადამიანი თუ ემპათი და ეს უკვე განისაზღვრება რომელი ბოლოდანი იქნება ადამიანი, აი რა ვიცი, როგორ წყვიტავ შენთვის რა არის, აი მაგალითად იგივე თვითმფრინავის მაგალითი ავიღოთ, ხო? გაქვს ერთი ხელბარგი და ერთი ჩასაბარებელი ჩემოდანი. როგორ წყვიტავ რომელში რა ჩაალაგო, ანუ შენთვის როგორც არის პრიორიტეტული. იმაში ისე ჩაალაგებ და მასე მოდიხარ დედამიწაზე, შენთვის როგორც არის პრიორიტეტული. თუ პრიორიტეტულია რაღაცა კონკრეტული, მაშინ ხელბარგში ჩაილაგებ, თუ რაღაცა ნაკლებად პრიორიტეტულია, ბარგში ჩაალაგებ, ხო, დაახლოებით ეგრე ხდება განაწილება. მაგრამ ორივეს თავისი ბენეფიტები აქვს, ანუ ნარცისად ჩამოსვლის და მერე ინტეგრაციას თავისი პლუსები აქვს და ემპათად ჩამოსვლას და შემდეგ გაერთიანებასაც თავისი პლუს-მინუსები აქვს. ნარცის თავისი პლუსები აქვს იმ გაგებით, რომ ანუ ნარცის ერთი მხრივ უფრო უჭირს ემპათურ მხარესთან გაერთიანება. მაგრამ სამაგიეროდ ნარცისის მხარეს შეიძლება ითქვას, რომ რითი შეიძლება იყოს გამორჩევლება, მოვუწებნი მაგ ინფორმაციას ახლა რაღაცა. მასე კარგად არ ჩანს ჯერჯერობით რა პრივილეგია აქვს ნარცის დედამიწაზე. ენერგიის დაზოგვასავით არის რა. ანუ ნარცისობას ძირითადად ირჩევენ ისულები, ნარცის მხარეს, რომელსაც ბევრი კარმული ენერგია აქვს დადებითი დაგროვებული, იმიტომ რომ ნარცისობა ყოფნა გულისხმობს ნაკლებ ემპათურობას და ნაკლებ ანუ ნაკლებად გეხება რა ადამიანის ისინი სხვისი ემოციები, სხვისი გაჭირვება, ანუ ძალიან ადვილად შეგლებ ფეხებს დაიგიტო და ასე შემდეგ, ხა ცოტა უხეშად რო ვთქვათ. ხო და შესაბამისად მეორე მხრივ ემპათს, რომელსაც შეუძლია რომ ნებისმიერი ადამიანის ემპათურ ემოციონალურ მდგომარეობაში შევიდეს, მას მეტი ენერგია ეხარჯება.
და შესაბამისად ნარცისული მხარის არჩევა უფრო ადვილია ისეთი სულისთვის, რომელსაც ძალიან ბევრი დადებითი ქულა აქვს, სხვა ცხოვრებებში დაგროვებული. და ეს ენერგია აძლევს იმის საშუალებას, რომ იყოს ნარცისი და ამავდროულად არ დაკარგოს ადამიანების კეთილგანწყობა და თქვათ მაინც ახლა ნარცისი როცა არის ადამიანი, ხო, მით უმეტეს როცა ადვილი გასაშიფრე არის, რა თქმა უნდა, ადამიანებში სახელი უფუჭდება და მერე ადამიანები აღარ არიან მის მიმართ კეთილგანწყობილი, მაგრამ ნუ აქაც მაგიტომ არის რომ რამოდენიმე ნაირი ნარცისი არსებობს, ხო არსებობს ასევე ფარული ნარცისებიც არსებობს, ეგრეთ წოდებული covert narcissist, რასაც უწოდებენ. ხო და ეს ენერგიიდან გამომდინარეობს რა, რამდენი ენერგია აქვს ადამიანს და თან მის პოტენციალთან მიმართებაში როგორ ჯობია რომ სიტუაცია დაალაგდეს. მე მგონი სულ ეს არის ამ ეტაპზე ამ თემის გარშემო რისი თქმით შეიძლებოდა. თუმცა კითხვის დასმა ყოველთვის შესაძლებელია და თუ კითხვები იქნება, იმ კითხვებზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია კიდე დამატებით სეანსების ჩატარება ამ და ნებისმიერ სხვა თემასთან დაკავშირებით.